თქვენთან ირგვლივ სოფელში რა ხდება? რამდენად აქტიურია ეს სოფელი სოფლის მეურნეობის კუთხით? სოფლის მეურნეობის კუთხით აქტიურია, თუმცა საქონლის მიმართულებით ცოტა ნაკლებად, ესე რომ ვთქვათ. უამრავი ფერმა იხურება სამწუხაროდ კი, იმიტომ რომ გარკვეული რაღაც ბარიერები ჩნდება, გამოწვევებია, რომელსაც ვერ პასუხობენ ფერმერები და უარს ამბობენ რაღაც 10 წლიანი და 15 წლიანი გამოცდილების მიუხედავად ამ საქმეზე. სამწუხაროდ ბევრი ფერმა დაიხურა, მით უმეტეს პატარა ფერმები უფრო მეტად იხურებიან. და ალბათ თავარი გამოწვევა ის არის, რომ საქონლის რეალიზაციას ვერ ახდენს ფერმერი, ვისაც ცოტა საქონელი ყავს და აი ეს თუ გადაიჭრება ეს პრობლემა, უფრო სხვანაირად წავა ჩვენი მდგომარეობა, ხო? როგორ უნდა გადაიჭრას თქვენ როგორც ფერმერი, როგორ აკვირდებით ამ პროცესს და რას ფიქრობთ ამ კუთხით რის გაკეთება გჭირდება? როგორც ვიცი, ადგილობრივად დიდი მოთხოვნა ხორცზე, თუმცა არ ხდება ჩვენი ხორცის გასაღება ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, ექსპორტით არის ხალხი დაინტერესებული და ჩვენი საქონელი ექსპორტზე გადის, რაც ბაზარს შეიძლება აფუჭებდეს უფრო მეტად და აი ამ შემთხვევაში ვხედავ უფრო მთავრობის დაინტერესებას ამ მიმართულებით, თუ მთავრობა უფრო მეტად დაუდგება ფერმერის მხარში და უფრო რეალიზაციის დროსაც მოეხმარება და რაღაც კუთხეებში გაითვალისწინებს, ალბათ უფრო უკეთესი მიმართულება გვექნება. შესაბამისად, ძლიერი სოფელი გვექნება და ძლიერი სოფელი ძლიერ ქვეყანას ნიშნავს.